მეგობრებო, უცნაური რაკურსით მოგესალმებით. ღამეა, მაგრამ გადავწყვიტე ესეთი რაღაცის გაკეთება. ახლა გეტყვით რა არის აქ. ახლა ეს არის სანთელი გუშინ ღამე შუქი წავიდა და მოკლედ ეს რა იყო, რაღაცა ჩამოვარდა. კიდე ჩამოვარდა. რა ხდება, რაღაცები ცვივა, საიდან? რა უცნაურია. ეს გავწიო მაშინ, რა ვიცი მე. ჩემ თავზე ხო არ არის რაიმე მტვერი. მამა, სად არ შემძროა? ქუდი მახურია, კურტკა მაცვია მცივა, მეგობრებო. ამ კატებს რა უყო, არ ვიცი. მოდით იმ თეთრ კურს მოვუჭრი და ვაჭმე. ეს მაინც ჭამს თეთრ კურს. ნახოთ. ой, გამოვედე. მოიცა. ჭამ, всё. ხოდა ეხლა გადავწყვიტე ესეთი რაღაცა გავაკეთო. მადლობა გოგოებო კომენტარებისთვის. ჩანგალს ვეძებ ეხლა. ცოტა მოკლე პირიანი მინდოდა, მაგრამ არა უშავს. აბა გადი ეხლა. არ ჭამ, ესე იგი არ გშია. რომ გშიოდეს პურსაც შეჭამდი. ტუტოცი კატები არიან. მარილს ჩავამატებ. ხო, გოგოებო, მადლობა, რომ დამიკომენტარეთ. ერთი შეკითხვა იყო ესეთი, რომ ანუ სკოლასთან დაკავშირებით. არ ვიცი, მეგობრებო, ვინ როგორ და მე ძალიან ვფრთხილობ, იმიტომ რომ სოსოს არ აქვს ისეთი ძლიერი იმუნიტეტი, რომ ანუ არ მიღირს. თუმცა ჩამორჩენასაც შეეხება, ჩამორჩენით სოსო რომ მოინდომებს, ან როცა მოინდომებს ხოლმე, არც ისეთი რთული მასალაა, რომ ვერ ანუ თუ იცნობთ ამდენად სოსოს არ ვიცი, მაგრამ მოკლედ საკმაოდ გონიერი ბავშვია და სწრაფად მკლავდება ყველა ამას. ერთადერთი შეიძლება ცოტა გაგვიჭირდეს მათემატიკის საკითხში, თუ რაიმე სპეციფიურია. ნუ რაც ახლა სხვა დანარჩენი საგნების ახსნა განმარტება, თუ ახლა კითხვა გავუჩნდა ჯერ ერთი, რომ ან ChatGPT-ს კითხავს, ან Google-ს კითხავს, ან მე მკითხავს და არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. თუმცა მათემატიკაში ანალოგიურად. ხო, ეხლა რას ვაკეთებ? ხო, ეს იქი რაღაცა შავია, ხო. ხო და ეს ხო, კიდე ნიკოლემ დამწერა ესეთი რაღაცა, რომ ანუ ბებიას იმასე გვარი თუ მოკლედ ხო, ებრალი ბებია რომ ყავდა. მიფიქრია ესეთ რამეზე, რა თქმა უნდა, მიფიქრია, მაგრამ ცოტა ისეთი რთული ნაბიჯია, რომ მიდიხარ სხვა ქვეყანაში საცხოვრებლად. ნუ ეხლა ესე ტურისტული ხო არ არის ეს, ან მიდიხარ, რომ იქ თუნდაც რაღაცა დროით გაჩერდე, ხო? თუ სამუშაო ვიზა იქნება, თუ როგორც იქნება და თან მე ბავშვს ვერ დავტოვებ ვერანაირად. მოკლედ ორი ვარიანტი მაქვს, ნუ დედასაც ებრაელური გვარი აქვს და ბებიას, ანუ ფიქრობ, ან ბებიას გვარი, ან დედას გვარი. დედა, ანუ მიშელაშვილია, ბებია იყო შაბლინსკაია. მოკლედ, უფრო ლამაზად არ ვიცი, რომელი ჟღერს თქვენ გადაწყვეტეთ. ხო და თან ხა თუ იმასაც მას ვიზამთ, გავითვალისწინებთ, რომ საერთოდ რა გვარსაც ატარებ, ის თავისი, ასე ვთქვათ, გენეტიკური იმეებით ხო არის დატვირთული, ანუ კარმული, ასე ვთქვათ, ინფორმაციით. ახლა პლუს კიდე შევცვალო, ანუ ფაქტიურად გამოდის, რომ დავიმატო, კი არ შევცვალო, ანუ დამატება ქვია. იმიტომ რომ ამდენი წელი ახლა ერთ გვარზე ვიყავი, ესე უცბად ვერ გადაკეთდები, ხო?
ну, აი ამისი სიფრთხილის მომენტიც მაქვს, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. საერთოდ თუნდაც როგორ ვის მიყვებით ცოლად, როგორი წინაპრები ყავდა, ну, ვის უკავშირებ რა მოკლედ ცხოვრებას, იმიტომ რომ ზოგს ისეთი მძიმე გენეტიკური წარმოვლების აქვს გზა გასავლელი, რომ სულ ანგელოზიის შეხვდეს ესეთ ადამიანს, მასაც მოუწევს რაღაცა ნაწილობრივ აიღოს თავის თავზე ის, ასე ვთქვათ, ცოდვების ტვირთი. ხო, პირველი. მოკლედ ახლა რას ვაკეთებ? კომბოსტო მოვწალეთ არ ქვია ფაქტიურად მომხარშე. კი ცოტა წყალით ჩავასხი ქვამში და თავსახური ხუფი დავაახურე და აი ასე გამოიყურება ახლა გაჩვენებთ. აი ესე გამოიყურება, ანუ ესე დავჭერი. ახლა ეს უნდა აი ამ კვერცხში ამოვალო. საერთოდ მეგასოსოს ძალიან გვიყვარს. ისეთი უცხო კერძები. და თან სასარგებლოა კომბოსტოც და კვერცხი თავისთავად. გული ცხიმია, ცილა, მოკლედ. ხო, ახლა ამას დავფიქრავ ესე. ამოვალებ და შევწავ. ჩავთავ გასკურას. სხვათა შორის სოსოს არ უყვარს ამოლესილი ლობიო. ღმერთო ჯვარა. უნდა დავждეთ ისე გელაპარაკოთ, საერთოდ არ ვჩანოთ. უბრალოდ მინდოდა რომ მაგიდა გამოჩენილიყო, ანუ რას ვაკეთებ. და ხო, ბევრს არაფერს ისეც არ ვაკეთებ, მაგრამ მაინც. ხო და ამოლესილი ლობიო არ უყვარს სოსოს და ამიტომ გუშინ რო გავაკეთე, ამოვუღე მარცვლები, შევუკმაზე ხახვით, ზეთით პილპილი, მარილი და ეს მიირთვა. მერე თხოვა კარტოფილი შევუწვი და მოკლედ თან უთხარი რომ მეთქი კარტოფილს პური არ შეატანო, იმიტომ რომ საერთოდ ზოგადად კარტოფილს პურს არ ატანენ, მაგრამ ჩვენ ქვეყანაში ხო იცით ყველაფერი. ბრინჯსაც ატანენ და მაკარონსაც ატანენ პურს. თან უმეტესად ძალიან მშიერი ადამიანი, მოკლედ. ეხლა ცოტა ზეთს დავასხავ იქ. ნახოთ რა გამოვა. ზეთიც მინთავდება. ცოტა გადამჭა აქ ესე. ხე, ეს უნდა გაცხელდეს კარგად, რომ და დაიბრაწოს ეს. თითო უნდა შეიწოს, იმიტომ ტაფაზე ორი არ დაეტევა არანაირად. ხო, ეს თეფს მომამზადებ აქ, რასაც გავუდებ სოსოს და ჩემთვისაც. აი, საკეთ დავდოთ ცოტა ხანი. ყავა უკვე მივირთვი. არ ვიცი რატო შემცივდა დღეს, რაღაცა განსაკუთრებულად შემცივდა და ჩავიფუთნე. სოსო საერთოდ არ მემორჩილება, ხასიათი აქვს ძალიან შეცვლილი და ძლივს ხვეწნამუდარით ჩავაცვი ისა ჟაკეტი. ნაქსოვი ჟაკეტი, ადრე ვიყიდ მეორადებში მწვანე ნაქსოვი ჟაკეტი, ეს იყო ფართე ძალიან დიდი იყო რა, მოკლედ მოდაში რო იყო ერთდროს oversize-ები. სოსოს კომფორტულად აქვს რა, მოკლედ. და მეთქი ჩაიცვი სახში, ვინ გიყურებს და თბილად იქნებით და საერთოდ არ უყვარს რამე კისერზე რო ედება და ესეთი რაღაცები. ну, თავისებური ის აქვს რაღაც. ხო. დიახ, გაცხელდა. ეხლა ამას ამოვავლებ. ასე. აი, გამიქცეს.
პირდაპირ იქ მივიტან და ისე დავდებ. ცოტა ისე ახლა მეორეს ჩავდებ, რომ უკვე გაიშხინთოს. უცნაური რამე, ხო? კომბოსტო, პატარა კომბოსტო სპეციალურად ვიყიდე იმისთვის, ან ცოცხალი სალათის გაკეთება მინდოდა და მე უცბად გამახსენდა სალათის ვნახე ვიდეოში და მეთქი გავაკეთებ, ოღონდ იქ ცოტა ზედმეტი ისინი ქონდა რაღაცა სუნელები, მართლა ისე ცოტა იმას გავუკეთებ, რა ქვია, ორეგანოს. ორეგანო. და ცოტას აქაც მოვაკარი. მოდით იმასაც ესე მოვაკრი. ამას. ხო და მე ესე ვარ მეგობრებო. რა ვიცი. ერთი სული მაქვს, როდის გამოიდარებს და როდის გაიაფთება სეზონი, იმიტომ რომ უკვე სერიოზულად დავიღალე. დღეს გადავიხადე 50 ლარი, 260 ლარის ნაცვლად და დამრჩა 210 ლარი და რაღაცა თეთრები. ანუ მოდით ესე ვთქვათ 211 ლარი. და ყოველ დღეზე პროცენტი თავისთავად დაემატება და მოკლედ რაღაცა დაახლოებით 50-60 ლარის ალბათ სავარაუდოდ ესე დამატება მომიწევს. YouTube-ის ყოფას რომ ავიღებ იმას დავამატებ და ესეც კრედიტის ამბავი მოგვარდება ამ თვეში. ხო ესე რას ვიზამ, როცა ანუ ოფიციალური სამსახური არა მაქვს, ესეა. ეხლა მე რომ ბევრი გამოწერები ვყოლოდა და უფრო ესეთი სტაბილური შემოსავალი, მე ვიცი არის იუთუბერები, ქართველი იუთუბერები, რომლებსაც იმ ხელა შემოსავალი აქვს, რომ სამსახურში წელზე ფეხები რო დაიდგა და ნერვები გაიფუჭო, ფსიქიკა შეირყიო და ჯანმრთელობა გაიუარესო და კაპიკები გადაგიხადოთ, იმასე 3-ჯერ და 4-ჯერ მეტი და ხანდახან უფრო მეტი აქვს შემოსავალი, ასე რომ რა ვიცი, თუ სურვილი გექნებათ გამოიწერეთ არხი და გააზიარეთ. გადავატრიალებ ახლა იმას. ესე ლამაზად გამოიყურება, ნახეთ, დაიბრაცა ზემოდან, ახლა დაიბრაცა. Ну დაახლოებით გემოთი იქნება მიმსგავსებული ყოველგვარი კომბოსტოს, იმიტომ რომ ყოველგვარი კომბოსტოც იგივე ხო კომბოსტოს რაღაცა ოჯახიდან არის და ანუ ესეთი ვარიანტია. უბრალოდ უფრო იაფიჯდება და ეს კომბოსტოებიც საკმაოდ სასარგებლოა მე როგორც ვიცი. და ეხლა ამას მივირთვევთ შუაღამეს. არ შეიძლება, მაგრამ ესე გამოვიდა და ჩვენთვის ეხლა არის გამოდის რომ ანუ ფაქტიურად ვახშა მიგვიწევს ეხლა და რეჟიმი უნდა გამოვასწოროთ გუშინ უბრალოდ ძალიან ისე მოულოდნელად წავიდა შუქი, დავიბენით მეც და სოსოთ რაღაცა აგვერია გეგმები, რაც ჩაფიქრებული ჰქონდა და სალაცას ეთყობა ხანძარი იყო და მოკლედ ალბათ დენიდან იყო გამოწვეული და ამიტომ გათიშეს. კარგით მეგობრებო, ესეთ პატარა ვიდეოს დაგიდებთ ახლა დღეს და მინდა რომ ამ დღეებში უფრო ესეთი რა ვიცი ვნახოთ რა მოკლედ წინასწარ აღარაფრის ლაპარაკი არ მიყვარს. იმის მიხედვით როგორი სიტუაციაც იქნება, ისე დავდებ ვიდეოს. თან ერთი მობილურის ხელში ცოტა რთულია. კარგით, აბა გაკოცეთ და ხვალამდე.
მ,